კორი მერაბის დამარცხების გზებზე ალაპარაკდა. სენთჰეგენის აზრით დვალიშვილი ნამდვილად ძლიერი მებრძოლია, მაგრამ მისი დამარცხება რომ შეუძლია, ამაში დარწმუნებულია. 1920 ის მოსამზადებელი პერიოდი უკვე დაიწყო. 5 ოქტომბერს მერაბ დვალიშვილი ტიტულს კორი სენთჰეგენის წინააღმდეგ დაიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთხსენებული ბრძოლის ფავორიტი მერაბ დვალიშვილი შთამბეჭდავ ფორმაში იმყოფება, მისი მეტოქის უკანასკნელი ინტერვიუდან ვიგებთ, რომ სენთჰეგენის თავდაჯერებულობა მაღალ დონეზეა და არც ერთი ეგრეთ წოდებული ნარატივი არ აშინებს. კორი სენთჰეგენი მერაბსა და მასთან გასამართი ბრძოლის სტრატეგიაზე არ ვაპირებ იმის დაჯერებას, რომ მერაბი შეუჩერებელი კარდიოს მანქანაა, რომელსაც ვერავინ ამარცხებს. გულით მწამს, რომ მოვიგებ და ჩემპიონის ქამარს დავეუფლები. დვალიშვილს მართლაც რომ სოლიდური რეპუტაცია აქვს და უღალავი წნეხი, არაბუნებრივი გამძლეობა, ელიტარული ჭიდაობა და უკვე საგრძნობლად გაუმჯობესებული გრეპლინგი. როდესაც ადამიანის სხეული ძალიან იღლება, რეაქციები შესაბამისად არ ფუნქციონირებს და სწორი გადაწყვეტილების მიღებაც რთულდება. მერაბი შეხვედრებს სწორედ ამის ხარჯზე იგებს, ის მეტოქეებს მენტალურად ღლის. ამას ვაკეთებ მეც. ჩემს ბრძოლებში მუდამ ხდება ისეთი რამ, რაც მოწინააღმდეგეს რეაგირებას აიძულებს. ზუსტად ასეთია მერაბიც, ის არა მხოლოდ შეუდარებლად გამძლე, ასევე საკმაოდ ტექნიკური მებრძოლიცაა. მთავარია, რომ ბრძოლაში პირველი ნომერი და მენტალურად მომზადებული ვიყო. მინდა რომ მერაბის ტემპს გავუძლო, მაშინაც კი როცა დავიღლები. ტექნიკურად მერაბი ფენომენალური მოჭიდავეა და ახლა მიწაზეც საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა სხვა ასპექტებში ვერ ვიტყოდი, რომ მსოფლიოში ყველაზე საშიში მეტოქია. მთავარია კონცენტრაცია არ დავკარგო და ბრძოლა ვმართო. ბევრს გავაოცებ იმით, თუ როგორ გამოვალ მერაბის წინააღმდეგ. ამ ყველაფერს მოუთმენლად ველი, ასე დაასრულა კორი სენთჰეგენმა. ამერიკელი საკმაოდ თავდაჯერებული ჩანს და ხაზი საკმაოდ საინტერესო დეტალებს გაუსვა. ვეღარავინ გაურბის იმ ფაქტს, რომ მერაბს სუსტი მეტოქე უწოდოს, იდიოტობა არავის უნდა. კორიმ დვალიშვილს საინტერესო მესიჯები გაუგზავნა. ყველაფერი კი ყოველთვის გალიაში წყდება. 5 ოქტომბერს მერაბ დვალიშვილი ქამარს კარიერაში მესამედ დაიცავს.